დედოფალ არის შრომა დილას თვალის გახელიდან საღამოს თვალის დახუჭვის მომენტამდე ჩემთვის პირადად ძილშიც გრძელდება ხოლმე. ნუცაც ქიმანაური, ორი შვილის დედა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როცა სადღაც მივდივარ, ჩემი თავისთვის ვალაგებ, მე ვალაგებ ერთი შვილი, მეორე შვილი, ორი კატა, ქმარი, კიდე სახლი, აბა ეს ხო გამორთე, ის ხო გამორთე, ეს ხო ყველაფერი, აბა იქიდან გამორთე, იქ, ანუ იმდენად ბოლოს უკვე აღარ მინდა ხოლმე, აღარც დასვენება, იმდენად ჩაძრული ვარ ამ რაღაცა რუტინაში და ყოველდღიურობაში, რომ აღარ მჩება ჩემი თავისთვის დრო, აღარც წერისთვის, აღარც რაღაც ჩემი თავის სიყვარულისთვის, იმიტომ რომ მუდმივად რა 2 წუთი რომ რჩება, მივეგდები და დავისვენო, ვფიქრობ, ბაღიდან გამოყვანის დროა, მეცადინეოს საჭმელი მაგასაკეთებელი, მეც მჭირდება ხოლმე, რომ ღამე ამ გონებამ არ იტრიალოს მუდმივად და რაღაცნაირად მეც დავისვენო და გონებამაც დაისვენოს. მოვედი დაღლილი, მერე საჭმელი გავაკეთე, სარეცხი დავრეცხე, დავფინე, სახლი დავალაგე მერე. კიდე რა გავაკეთე, მენიუ ჩამოვწერე, დავგეგმე მეორე დღეს, ბავშვებს გავუმზადე. ანსაცმელი, არა მაქვს ენერგია, უბრალოდ სხვა გზა არა მაქვს. როცა გამომდივართ რეკრეაციულ სივრცეში ნებისმიერ ადგილას, სადაც იქნება, სულ ვარ დაძაბული, მშობლები, დედები, მამები, რომ სადღაც რაღაც არ იყოს, სადღაც დენი არ გადიოდეს, სადღაც ხე არ დაეცეს ბავშვს, რაღაცას ფეხი არ წამოკრას და იქ ლურსმანი ან რაღაცა მილი არ იყოს და ამაზე არ დაიზიანოს. რაც შვილები მეყოლა, აი მთელი ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად თავდაყირა ამეტრიალდა და ყველაფერი სხვანაირად, პრიორიტეტები სხვანაირად გადალაგდა და ჩემი მეგობრები, როცა სადღაც მიდიან თავისთვის გასართობად, ხშირად შემძლებია წასვლა, მაგრამ თავი შემიკავებია, იმიტომ რომ არ ვიცი, ვერაფერს ვერ უშვები თავს, რა შვილები მყავს, რომ მუდმივად არ მქონდეს დანაშაულის განცდა, რომ მე ჩემ შვილებს რაღაცას ვაკლებ. მინდა ხოლმე რომ ჩემ შვილებთან ვიყო და უფრო მეტი დრო გავატარო ამ ბავშვებთან ერთად. იმიტომ რომ ხო, ძალიან სწრაფად იზრდებიან და ეს დრო უკან აღარ დაბრუნდება, მაგრამ მეორეს მხრივ ხანდახან იმასაც ვფიქრობ ხოლმე, რომ ისინი რამდენადაც სწრაფად იზრდებიან, მეც სწრაფად მემატება ასაკი და მინდა ხოლმე რომ შევირგო ეს პერიოდი, ეს რაღაცა ჩემი ახალგაზრდობა, სილაღე და სილამაზე, მაგრამ ზოგჯერ გარემოც არ მიწყობს ხელს მაგაში, იმიტომ რომ მუდმივად ის ჩიჩხინი, რომ შენ აი გასართობად მინდიხარ, ბავშვები გყავს, მიტოვებული, აი სულ არის, სულ ყოველთვის იქნება ის ხალხი, ვინც იქნება შენ თუ კმაყოფილო, რომ შენ თუ მიაღწიე ამ რაღაცა ბალანსს და სიმშვიდეს, რომ ბოლოს და ბოლოს რაღაცა კარგი დედა ვარ, არა ვარ ცუდი, ვიღაცა გამოჩნდება და აუცილებლად გეტყვის, რომ შენ ბავშვები მიყრილი ყავს და შენ მეტი შეგიძლია, შენ არა ხარ კარგი დედა. ეს დამოკიდებულება არის კიდევ ძალიან გულსატკენი, როცა კაცებს არასდროს არ ეკითხებიან შვილი და შვილები ყავთ თუ არა და როგორ მოაგვარებენ სამსახურის ამბებს, როცა ქალებს მუდმივად გვეკითხებიან, აი შვილი რო ავად გაგიხდეს, ან აი ორი შვილი ყავს. მე მგონი ვერ აგიყვანთ. მაშინ იქნებით კარგი საზოგადოება, როცა მარტო ჩვენ შვილზე არ ვფიქრებთ, მათ მეგობრებზე, მათ ტოლ ბავშვებზე, რომ იმათაც იგივენაირი კარგი გარემოცვა ქონდეთ, კარგი პირობები და ქალებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროთ, ქალებმა ერთმანეთში უნდა გავაძლიეროთ